ძვირფასო აბიტურიენტებო და მოსწავლეებო, თუ გიჭირთ ტექსტის რედაქტირება, მაშინ გამომყევით. ერთად გავიაროთ ქართული ენის გრამატიკის მართლწერის საკითხები. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ადამიანის სახელებისა და გვარების ბრუნებასთან დაკავშირებულ მართლწერის საკითხებზე. ადამიანის სახელები ფუძის დაბოლოების მიხედვით საზოგადო სახელთა მსგავსად არის ფუძეხმოვნიანი და ფუძეთანხმოვნიანი. ადამიანის სახელები ბრუნებისას არ იკუმშება, არ იკვეცება, არ აქვს მრავლობითი რიცხვი. წოდებით ბრუნვაში ფუძის სახითაა წარმოდგენილი. როცა ადამიანის სახელები ა, ე, ო ანუ ხმოვნებზე ბოლოვდება, ბრუნებისას წესის დარღვევას არ ვაწყდებით. უმართებულო ფორმები გვხვდება იხმოვანზე დაბოლოებულ სახელთა ბრუნებისას. ასეთ სახელებში იხმოვანი ან სახელობითი ბრუნვის ნიშანია, ან ფუძის ნაწილი. იმის გასარკვევად იხმოვანი ფუძისეულია თუ ბრუნვის ნიშანი, ადამიანის სახელი უნდა ვაბრუნოთ გვართან ან პროფესიის აღნიშნულ სიტყვასთან. თუ იხმოვანი გადაჰყვა ყველა ბრუნვაში, ის ფუძისეულია და ადამიანის სახელის შესაბამისად ფუძეხმოვნიანია. მაგალითად, ვაბრუნოთ გიორგი გვართან ერთად. სახელობითი გიორგი დადიანი, მოთხრობითი გიორგი დადიანმა, მიცემითი გიორგი დადიანს, ნათესაობითი გიორგი დადიანის, მოქმედებითი გიორგი დადიანით, ვითარებითი გიორგი დადიანად, წოდებითი გიორგი დადიანო. როგორც ხედავთ, გიორგი ყველა ბრუნვაში უცვლელად გადაჰყვა. შესაბამისად, გიორგი ყოფილა ფუძეხმოვნიანი სახელი. ახლა ვაბრუნოთ დავითი. სახელობითი დავით დადიანი, მოთხრობითი დავით დადიანმა, მიცემითი დავით დადიანს, ნათესაობითი დავით დადიანის, მოქმედებითი დავით დადიანით, ვითარებითი დავით დადიანად, წოდებითი დავით დადიანო. როგორც ვხედავთ, იხმოვანი არ გადაჰყვა არცერთ ბრუნვაში. ამდენად, ი არის სახელობითი ბრუნვის ნიშანი და დავითი არის ფუძეთანხმოვნიანი სახელი. ახლა ვაბრუნოთ ადამიანის საკუთარი სახელები გიორგი და დავითი გვარის გარეშე. სახელობითი გიორგი, დავითი, მოთხრობითი გიორგიმ, დავითმა, მიცემითი გიორგის, დავითს, ნათესაობითი გიორგის, დავითის, მოქმედებითი გიორგით, დავითით, ვითარებითი გიორგით, დავითად, წოდებითი გიორგი, დავით. ახლა დავაკვირდეთ, რა განსხვავებაა ფუძეხმოვნიანი და ფუძეთანხმოვნიანი ადამიანის საკუთარი სახელის ბრუნებისას. ხმოვანფუძიანი სახელი გიორგი მოთხრობით ბრუნვაში იქნება გიორგიმ და არა გიორგმა, ხოლო თანხმოვანფუძიანი სახელი დავითი მოთხრობით ბრუნვაში იქნება დავითმა და არა დავითიმ. წოდებით ბრუნვაში ორივე სახელი არის ფუძის სახით: გიორგი, დავით. როცა ადამიანის სახელს მოსდევს პროფესიის ან წოდების აღნიშნული სიტყვა, საკუთარი სახელის შემოკლება დაუშვებელია. სწორია იაკობ ხუცესი, შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი. შეცდომა ი ხუცესი, შ რუსთაველი, დ აღმაშენებელი. ადამიანის გვარებით ფუძის დაბოლოების მიხედვით საზოგადო სახელთა მსგავსად ფუძეხმოვნიანი და ფუძეთანხმოვნიანია. ადამიანის გვარები იკვეცება და აქვთ მრავლობითი რიცხვი. ხოლო კუმშვადია ზოგიერთი ფუძეთანხმოვნიანი გვარი, მაგალითად, მაჩაბელი, წერეთელი, მატაბელი, ამილახვარი. ყველა ფუძეთანხმოვნიანი გვარი წოდებით ბრუნვაში დაირთავს ო ბრუნვის ნიშანს. გაითვალისწინეთ, ფუძეხმოვნიანი გვარების ბრუნებისას ეზე დაბოლოებული გვარები ისე იბრუნვის, როგორც ეზე დაბოლოებული საზოგადო სახელები. იკვეცება მხოლობითი რიცხვის ნათესაობითა და მოქმედებით ბრუნვებში და არ იკვეცება მრავლობით რიცხვში. მხოლობითი რიცხვის წოდებით ბრუნვაში ეზე დაბოლოებული გვარები ფუძის სახით უნდა იყოს. მაგალითად, ვაბრუნოთ ეზე დაბოლოებული გვარი ქველიძე.
სახელობითი ქველიძე, მრავლობითში იქნება ქველიძეები, მოთხრობითი ქველიძემ, ქველიძეებმა, მიცემითი ქველიძეს, ქველიძეებს, ნათესაობითი ქველიძის, ქველიძეების, მოქმედებითი ქველიძით, ქველიძეებით, ვითარებითი ქველიძეთ, ქველიძეებად, წოდებითში ქველიძე, ქველიძეებო. ხოლო რაც შეეხება აზე დაბოლოებულ ადამიანის გვარებს, ისინი მხოლობით რიცხვში უკვეცელია და ფუძე შეიკვეცენ მხოლოდ მრავლობით რიცხვში. მაგალითად, ვაბრუნოთ ქოიავა. სახელობითი ქოიავა, მრავლობითში იქნება ქოიავები, შეიკვეცა ახმოვანი, მოთხრობითი ქოიავამ, ქოიავებმა, მიცემითი ქოიავას, ქოიავებს, ნათესაობითი ქოიავას, ქოიავების, მოქმედებითი ქოიავად, ქოიავებით, ვითარებითი ქოიავად, ქოიავებად, წოდებითი ქოიავა, ქოიავებო. ფუძის სახით ამ მხოლობითი რიცხვის წოდებით ბრუნვაში აზე დაბოლოებული გვარებით. ახლა ვაბრუნოთ ფუძეთანხმოვნიანი გვარი იაშვილი. სახელობითი იაშვილი, მრავლობითში იქნება იაშვილები, მოთხრობითი იაშვილმა, იაშვილებმა, მიცემითი იაშვილს, იაშვილებს, ნათესაობითი იაშვილის, იაშვილების, მოქმედებითი იაშვილით, იაშვილებით, ვითარებითი იაშვილად, იაშვილებად, წოდებითი იაშვილო, იაშვილებო. შვილზე დაბოლოებული გვარები ისე იბრუნვის, როგორც საზოგადო სახელი შვილი. ამავე წესის მიხედვით იბრუნვის ყველა ფუძეთანხმოვნიანი გვარი. დავალებად გექნებათ ტესტი ნომერი 10. გადაიწერეთ ლინკი, შეასრულეთ დავალება, ბოლოს დააჭირეთ გაგზავნა, გამოსულ ფანჯარაში ნახეთ თქვენი შედეგი, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნამუშევარი ჩემთანაც მოვა. ამით დასრულდა ჩვენი მეოთხე გაკვეთილი. თუ მოგეწონათ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.